მოგესალმებით, ვაგრძელებ ქსოვის გაკვეთილებს. ყაიზნარეთ ქსოვის გაკვეთილები. როგორ ვიწყებთ ყაიზნარეთ ქსოვას? აი მაგათად ქუდის ქსოვა, როგორ ხდება? ქუდის ქსოვა. მივურეთ, თავიდან დავიწყოთ. აი ესე გადავიხვევთ ცერათითზე. ცერათითზე არა, საჩვენებელ თითზე. და ნახეთ, აი ესე შემოვატრიალებ. და ეხლა ეს უნდა გამოვიტანოთ აი ამ თვალში. და გამოვიტანე. გაკეთდა ერთი თვალი. მიხვდით ხო? გაკეთდა ერთი თვალი. ეხლა ჩვენ ავიღოთ ასეთი რამდენიმე თვალი. იგივე პრინციპით. შევყავს ძაფის ქვეშ, გამოვყავს უკან თვალში. აი ასე. ქუდის დაწყებას შემდეგ გაკვეთილზე გასწავლეთ, ხოლო ეხლა მოდით ვნახოთ საჰაერო ჯაჭვი როგორ კეთდება. ქსოვის დასაწყისი. ეს არის ძირითადი პირველი ხაზი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ, ასე ვთქვათ, მივამატოთ ნაქსოვი. აი ეს არის ჯაჭვი, საჰაერო თვლებისგან შემდგარი. შემდეგ გვინდა რომ ეხლა აი ამ ჯაჭვზე მოვგზავნოთ. გადავიდეთ უკან, ხა წინ კი აღარ მივდივარ, არამედ უკან მივდივარ, ნახეთ. ჩავუყრით, შევიყვანთ ჩვენს ყაიზნახს აი ამ თვალში, გამოვიტანთ, გვაქვს უკვე ორი თვალი, ამ ორ თვალში გამოვიტანთ ამ ძაფს. გაკეთდა პირველი რიგი. უпроსტად პირველი რიგის პირველი თვალი. შემდეგ ბოდიში ნამათი გავაკეთე, ნამათიანი ქსოვა მიყვარს და შემდეგ თვალში შევიყვანოთ ყაიზნახი და გამოვიტანოთ ძაფი ორივე თვალში ერთად. შემდეგ თვალში ჩავუყრით და გამოვიტანთ ისევ უკან. აი ასე გავაგრძელოთ რიგის ბოლომდე. ქსოვეთ თავისუფლად არ იყოს მოჭერილი ნაქსოვი. პრინციპში თავისუფალი ქსოვა მიიღწევა პრაქტიკით, როცა ხელი გაიწაფება. ნუ აი ესე გამოიყურება პირველი რიგი. აი ასე ვიწყებთ ყაიზნახით ქსოვას, ჩემო მეგობრებო. მინდა ასეთნაირად დაგემშვიდობოთ, დროებით მომავალ შეხვედრამდე.